აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გლდანის რაიონის დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინადმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კი აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული პროგრამებისა და მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს. მთავრობის წევრებმა ბინადმესაკუთრეთა ამხანაგობებისაგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებების შესაბამისი პროექტების განხორციელება დაგეგმეს. დავიარეთ ყველა ეს კრიტიკული საკითხი, რომელიც ჩვენ დევნილებს აწუხებთ განსაკუთრებით დევნილთა ჩასახლების ობიექტებში და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობით დევნილთა სააგენტოსთან ერთად აქტიურად მუშაობთ ყველა პრობლემის გადაწყვეტას, ძირითადი კრიტიკული პრობლემები, რაც შეეხება სახურავებს, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ საკითხებს, სიამაყით შემიძლია ითქვას, რომ ბევრი კრიტიკული საკითხი მოგვარებულია და ხაზგასმით მადლიერებაც მივიღეთ დევნილებისგან. ჩვენ დღეს იმიტომ შევიკრიბეთ, რომ განვიხილეთ საკითხის სამომავლო გეგმა, ჩემს კორპუსში გაკეთდა ფანჯრები. ეხლა დღესაც გადავეცი რამოდენიმე საკითხი იყო მოსაგვარებელი და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სიტყვა საქმედ მიქცევენ.